მოგესალმებით. დღეს კომპანია Medicol იმყოფება თავის პარტნიორ დერმატოლოგიურ კლინიკაში კანი, სადაც ვისაუბრებთ ხალებთან დაკავშირებულ საკითხებს. ხალი, იგივე ნევუსი, კანზე არსებული შემოსაზღვრული პიგმენტური ლაქა ან კვანძია. ის პრაქტიკულად ყველა ადამიანს აქვს და კანის განვითარების ანომალიად მიიჩნევა. მსოფლიოში ხალის დროულ შესწავლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რაც კანის კიბოს მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას იძლევა. ჩვენ კლინიკაში გამოკვლევა ხდება აპარატით, რომელსაც ეწოდება ATBM Body Studio Photo Finder-ი. ეს არის აპარატი, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავაფიქსიროთ ნებისმიერი პიგმენტური წარმონაქმნი ადამიანის სხეულზე. გამოკვლევა უნდა გაიაროს ალბათ ნებისმიერმა ადამიანმა თავის ცხოვრებაში ერთხელ მაინც იმისთვის, რომ დარწმუნებული იყოს, აქვს თუ არა რაიმე საშიშროება მისი პიგმენტური ხალების მელანომად გადაქცევის. რაც შეეხება იმას, რა სიხშირით უნდა გაკეთდეს ეს გამოკვლევა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა რისკ ფაქტორების ქვეშ იმყოფება ესა თუ ის ადამიანი. ამ რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება მაგალითად ინსოლაცია, პიგმენტური ხალების რაოდენობა და ის ქონდა თუ არა მის სანაცვლოში ვინმეს მელანომის ფაქტი. ეს აპარატი შეიძლება ჩაითვალოს ციტოლოგიური გამოკვლევის ალტერნატივად იმის გამო, რომ ძალიან მაღალი პროცენტულობით გვაძლევს ზუსტ დიაგნოზს ამა თუ იმ ნეუსის შესახებ. აპარატის მუშაობის პრინციპი არის აგებული მაღალხარისხიან ლინზებზე, ანუ ეს არის პრინციპში ოპტიკური მოწყობილობა, რომელიც აბსოლუტურად არაინვაზიურია პაციენტისთვის, ანუ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. უბრალოდ მისი მეშვეობით ჩვენ გვეძლება შესაძლებლობა, რომ გავადიდოთ კანის ზედაპირი დაახლოებით 70 ჯერამდე. რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, უპირატესობა არის ის, რომ ექიმის შესაძლებლობაში არ შედის დაიმახსოვროს თითოეული პაციენტის ხალების რაოდენობა, მათი ზომა და ასე შემდეგ. და ეს აპარატი აბაზირებს მთელი მონაცემებს, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ პაციენტისგან და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია მომავალ ვიზიტზე შევადაროთ, მოხდა თუ არა რაიმე ცვლილება ამ თუ იმ ხალხში, გაიზარდა თუ არა შეიცვალა მისი შეფერილობა, ზომები, სიმეტრიულობა და ბევრი სხვა პარამეტრი. კლინიკა კანი აქტიურად თანამშრომლობს სანქტ-პეტერბურგის დერმატოვენეროლოგიის კათედრასთან, სადაც იგზავნება ყველა საეჭვო დიაგნოზი. კათედრის პროფესორებთან ერთად განიხილება კონკრეტული შემთხვევები და ხდება მკურნალობის მეთოდების შერჩევა. თუ გაწუხებთ აღნიშნული პრობლემა ან კანთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, გთხოვთ აკრიფოთ 2500 და ჩაეწეროთ ექიმთან კონსულტაციაზე. გისურვებთ ჯანმრთელობას.